ექთნის პროფესია როგორც ჯანდაცვის გამართული სისტემის ფუნდამენტი. სამწუხაროდ დიდი დეფიციტი გვაქვს პროფესიაში. სექტანი არ არის რაღაც მეორე ხარისხოვანი პროფესია. სოციალური ეკონომიკური გაუმჯობესება და მდგრადობა დგას მთლიანად მაღალ კვალიფიციური კადრების უზრუნველყოფაზე დარგში. ექთნები სამეანო სამსახურში, მეტი ვიდრე უბრალოდ პროფესია. მიანი ექთნები ეს არის საყრდენი და აუცილებელი პირობა ჯანსაღი პერინატალური სისტემის აწყობის. არ არის მაღალი ხარისხის საექთნო და მიანი ექთნის მოვლა ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში. უნდა რომ ახალ სიცოცხლეს მოემსახუროს, რა თქმა უნდა, მან უნდა პროფესიულად თავისი თავი განავითაროს. ჩვენ თუ არ გვეყოლება საკმარისი რაოდენობის და მაღალი კვალიფიკაციის მიანი ექთნები ჩვენ ვერ შევებრძოლებით ვერც ერთ გამოწვევას, რომელიც ამ დარგში გვაქვს. დაბერებადი პროფესია და ახალგაზრდების მოზიდვა ჩვენს პროფესიაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მიხარია რომ საქართველოში ამ საქმეზე ესეთი დიდი აქცენტი კეთდება უკვე და ეს მიმართულება ერთგვარად რაღაც ძალიან სწრაფი ტემპით იწყებს განვითარებას. რატომ არ აკეთებენ არჩევანს ბებია-ქალის საქმიანობაზე? ანუ მეანი ექთნების პრობლემები და გამოწვევები ქართულ სინამდვილეში. საჭიროა გახდეს ძალიან მოდული და პოპულარული. არ იყო მოთხოვნა გადამზადება უწყვეტ განვითარებაზე. NCDC-ის მონაცემებით სტატისტიკურად 511 ბებია-ქალია დასაქმებული საქართველოში მთლიანად. მინიმუმ 1400-1500 ბებია-ქალი უნდა მუშაობდეს. დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე. ნახეთ, ექთნები სტუმრად ვერიკო ბაზიართან. რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი. მონაგარი, კვირას, ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.